დავიწყოთ ბოლო ინფორმაციით, რამდენიმე წუთის წინ მედიაში გამოქვეყნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ისრაელმა უკვე დაასრულეს საბოლოო გეგმის შემუშავება. ეს არის გეგმა, რომელიც ამოქმედდება იმ შემთხვევაში, თუ თეირანი უგულებელყოფს ტრამპის ულტიმატუმს და არ დათანხმდება ჰორმუზის სრუტის გახსნას. ვიცით, რომ ისრაელი ითხოვს ამ გეგმის მიხედვით, რომ გაძლიერდეს წნეხი თეირანზე, მათ შორის ეკონომიკური მიმართულებითაც და მათ შორის ენერგოინფრასტრუქტურა იყოს მთავარი სამიზნე, რომელზეც პირველი ერიშებს მიიტანენ ამერიკის შეერთებული შტატები და ისრაელი ერთობლივად. ჯერჯერობით ტრამპის ადმინისტრაციის პოზიცია არ ვიცით ჩვენ ამ გეგმის შესახებ. დიდი ალბათობით ის დღეს საღამოს უფრო მეტ სიტყვის, რადგან დაანონსებულია, რომ დღეს დონალდ ტრამპი ოვალურ კაბინეტში მედიისთვის განცხადებას გააკეთებს თბილისის დროით. საღამოს 9 საათზე გამოჩნდება ამერიკის პრეზიდენტი ამერიკელ სამხედროებთან ერთად. თუმცა ვიცით, რომ ტრამპმა პრაქტიკულად ტრამპის მიერ წაყენებული ულტიმატუმის ვადა უკვე იწურება ეტაპობრივად და ტრამპმა განცხადებაც გაავრცელა საკუთარ სოციალურ ქსელში და დაწერა, რომ თუ მაგალითად თეირანი პირობებს არ დათანხმდება და მალე სწრაფად არ დადებს შეთანხმებას, მაშინ ამ შემთხვევაში უკვე სამშაბათს დაიწყება მასშტაბური აფეთქებების სერია ირანში და პირველ სამიზნეებად ტრამპი ასახელებს ხიდებს და ელექტროსადგურებს. სამშაბათი იქნება ელექტროსადგურების დღე და ხიდების დღე. ყველაფერი ერთად ირანში. მსგავსი რამ ჯერ არ მომხდარა. თუ ირანი სწრაფად არ დადებს შეთანხმებას, მე განვიხილავ ყველაფრის ენერგოინფრასტრუქტურის აფეთქებას და მათი ნავთობის ხელში ჩაგდებას. ჩვენ ირანელ მომიტინგეებს დიდი რაოდენობით იარაღი გავუგზავნეთ. ჩვენ ისინი ქურთულ ფორმირებებს გადავეცით. ჩვენ გამოვიხსენით მძიმე დაჭრილი და მართლაც მამაცი F-15-ის ეკიპაჟის წევრი ირანის მთების სიღრმიდან. ირანის სამხედრო ძალები მას დიდი რესურსები და ძალისხმევით ეძებდნენ და უკვე ძალიან ახლოს იყვნენ. ის გახლავთ პატივსაცემი პოლკოვნიკი. ამ ტიპის რეიდი იშვიათად იგეგმება ადამიანური რესურსის და აღჭურვილობისთვის არსებული საფრთხის გამო. ასეთი რამ უბრალოდ არ ხდება. მეორე რეიდი განხორციელდა პირველის შემდეგ, როდესაც ჩვენი პილოტი დღის სინათლეზე გამოვიხსენით, რაც ასევე უჩვეულოა. ირანის თავზე 7 საათი გავატარეთ. ეს იყო ყველა მხრიდან სიმამაცის და ნიჭის გასაოცარი გამოვლინება. ორშაბათს პირველ საათზე ოვალურ კაბინეტში სამხედროებთან ერთად პრესკონფერენციას გავმართავ. ღმერთმა დალოცოს ჩვენი დიადი მეომრები. ამ განცხადებაში დონალდ ტრამპი საუბრობდა ასევე იმ სპეცოპერაციის შესახებაც, რომელიც შეიძლება ჩაითვალოს ერთ-ერთ ახალ უნიკალურ სპეცოპერაციად, რომელიც ამერიკელმა სამხედროებმა ჩაატარეს. საქმე ეხება გადარჩენილ პილოტს, რომელიც რამდენიმე დღის განმავლობაში ირანის მთიან რელიეფში იმალებოდა, ირანელებს ემალებოდა ის. ეს არის პილოტი, რომელიც გადარჩა F-15-ის ავიაგამონადგურებლის ჩამოვარდნის შემდეგ. ამ სპეცოპერაციის დეტალებიც უკვე არის ცნობილი, როგორც ირკვევა ირანის სიღრმეში გუშინ შეაღწია ასობით სპეცრაზმელმა, ამერიკელმა სპეცრაზმელმა და სამხედროებმა შეძლეს საკუთარი პილოტის, ამერიკელი პილოტის მფრინავის პოვნა და უვნებლად გამოიყვანეს ირანიდან. რატომ არის ეს ინფორმაცია ასეთი მნიშვნელოვანი? რადგან ეს ადგილი, სადაც ამერიკელი სპეცრაზმელები იმყოფებოდნენ, წესით ეს არ უნდა გამორჩენოდათ ირანელებს, რადგან როგორც მედია წერს, მთავარი სამიზნეები, ამ შემთხვევაში ირანისთვის მთავარი სამიზნეები იმ პერიოდში ირანის საზღვრებს კვეთდნენ, იმყოფებოდნენ, საკუთარი პილოტიც იპოვეს, დაასწრეს ირანელებს ეს უკანასკნელი და უვნებლად დატოვეს ის აღნიშნული ტერიტორია. აქ საუბარია იმის შესახებ, რომ თავად ირანის რეჟიმიც ეძებდა ამ პილოტს. რამდენიმე მიზეზი არსებობს ამის და პირველი უმთავრესი არის ის, რომ როგორც ანალიტიკოსები ვარაუდობენ, თუ მაგალითად ამერიკელ პილოტს ჩაიგდებდა ირანი ხელში, მაშინ ამ უკანასკნელს გამოიყენებდა სავაჭროდ ვაშინგტონთან და მათ აიძულებდნენ, რომ საკუთარ პირობებზე წამოსულიყო ტრამპის ადმინისტრაცია. აქ არის კიდევ ერთი დეტალი, მას შემდეგ რაც საკუთარი პილოტი დაიბრუნეს ამერიკელებმა, როგორც ცნობილი ხდება, საკუთარი ვერტმფრენი, შოულმფრენი და ის საბრძოლო აღჭურვილობა, რომლითაც დაეშვნენ ირანის სიღრმეებში, თავადვე გაანადგურეს. მომდევნო საათებში გავრცელდა თითქოს პროპაგანდისტული განცხადებები იმის შესახებ, რომ ამერიკას ჰქონდა დანაკარგი ირანის მიწაზე, მაგრამ უკვე მოგვიანებით მეტი დეტალის გავრცელების შემდეგ, როგორც გაირკვა, თავად ამერიკელებმა გაანადგურეს საკუთარი ვერტმფრენი და შოულმფრენი და ეს ძირითადად ტექნიკური დეტალებით იყო განპირობებული, რადგან დროის სიმცირის გამო უბრალოდ ისინი ვეღარ მოახერხებდნენ, რომ ეს საკუთარი აღჭურვილობაც ამ შემთხვევაში გამანადგურებელი და შოულმფრენი წაიყვანათ თან, მოკლედ პილოტთან ერთად წაიყვანათ თან და როგორც ირკვევა, რამდენიმე წუთი დასჭირდა ამ ყველაფერს იმისთვის, რომ განადგურებულიყო. რაც შეეხება
ახლა ტრამპის ადმინისტრაციის ულტიმატუმს, ამის შესახებ საუბრობენ ბუნებრივია თეირანშიც, მათ შორის საუბრობს თეირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს. ბოლო გავრცელებულ ინტერვიუში ისინი ამბობენ, რომ თუ ტრამპის ადმინისტრაცია და ისრაელი დაიწყებენ ერთობლივ ახალ იერიშებს ირანის წინააღმდეგ, ამას ექნება პასუხი და შეიძლება ითქვას, რომ რეჟიმის წარმომადგენელი ახლა ამერიკის შეერთებულ შტატებს ადანაშაულებს ომის სამხედრო დანაშაულების ჩადენაში და კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებში. უფრო დეტალურად რა თქვა მან, ჩვენ შეგვიძლია ახლა მოვისმინოთ. მათ დიპლომატიის ინსტიტუტს უღალატეს, მათ უღალატეს მედიაციის ინსტიტუტს. ირანის პასუხი იქნება ისეთი, როგორიც აგრესიას შეეფერება. ირანის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმის შემთხვევაში ჩვენ ანალოგიურად ვიმოქმედებთ. ჩვენი შეიარაღებული ძალები დაესხმებიან თავს ყველა მსგავს ინფრასტრუქტურას, რომელიც ან ეკუთვნის, ან რაიმე ფორმით არის დაკავშირებული შეერთებულ შტატებთან. ეს იქნება ჩვენი თავდაცვის ზომების ნაწილი, მათი უკანონო ქმედების წინააღმდეგ. ეს არ არის ამერიკელი ხალხის ომი, ეს არის ტრამპის ადმინისტრაციის ომი. ეს არის კონფლიქტი, რომელიც გენოციდურმა რეჟიმმა წამოიწყო ჩვენს რეგიონში. ეს არის სიცრუეზე დაფუძნებული ომი, რომ თითქოს ირანი ბირთვული იარაღის შექმნას გეგმავს. ასეთი რამ არასდროს მოხდება. არ შეესაბამება სიმართლეს, რომ ირანის მხრიდან ამერიკელი ხალხის წინააღმდეგ გარდაუვალი საფრთხე არსებობდა. ტყუილია, რომ ისინი ირანელებს ეხმარებიან. ისინი მხოლოდ ყველაფერს ანადგურებენ და ანგრევენ. თავდასხმის მუქარა ქვეყნის კრიტიკულ ინფრასტრუქტურასა და ენერგორესურსზე ეს ნიშნავს, რომ შენ გსურს მთელი მსოფლიო მოსახლეობის რისკის ქვეშ დაყენება. ეს მეტი არაფერია თუ არა ომის დანაშაული და დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ. და ასევე ინფორმაცია, რომელიც რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა მედიაში და რომელიც ჯერჯერობით არის დაუდასტურებელი, ამერიკის სამხედრო საჰაერო ძალებმა იერიში მიიტანეს ირანის ურანის გამდიდრების და კვლევის ობიექტზე, რის შემდეგაც ის არის სრულად განადგურებული, როგორც მედია წერს, სწორედ ეს იყო ის ობიექტი, რომელიც ბირთვული იარაღის შექმნასთან ნაწილობრივ გამდიდრებული ურანით იყო დაკავშირებული. ჩვენ ჯერჯერობით არ ვიცით დეტალები, ან არ ვიცით რა მასშტაბის ზიანზეა საუბარი, თუმცა როგორც უკვე გითხარით, მედიაში გავრცელდა ინფორმაციაც და გავრცელდა კადრებიც. ირანის ურანის გამდიდრების და კვლევის ობიექტებზე, მათ შორის ისაუბრა რაფაელ გროსმა, რომლის კომენტარიც ახლა შეგვიძლია რომ მოვისმინოთ. ირანის ურანის მარაგების ნაწილი რომს გაიტანოს საკმარისი რაოდენობის მაინც დარჩება, რაც რამდენიმე ქობინს ეყოფა. დიდი ოდენობით ურანი ისპაჰანშია, გარკვეული რაოდენობის არის ნათანზშიც. აქვთ მაღალ დონეზე გამდიდრებული ურანის ძალიან დიდი მარაგი, რომელიც მიახლოებულია სამხედრო ხარისხთან. თვითონ ირანმა გამოაცხადა ახალი ობიექტის შესახებ. ჩვენ მოვითხოვეთ შეშვება, მაგრამ იქ ვერ შევახციეთ. სარიელია თუ ფუნქციონირებს, ეს არ ვიცით. ბუნებრივია არც გუშინდელი საღამო ყოფილა გამონაკლისები, ამ დრომდე გრძელდება იერიშები თეირანში და ირანის სხვადასხვა ქალაქებშიც. ამ დრომდე მთავარსამისნეს ამერიკის და ისრაელის საჰაერო სამხედრო ძალებისთვის წარმოადგენს სამხედრო ობიექტები რეჟიმის და ბოლო 72 საათის სტატისტიკას თუ გადავხედავთ, ამ დროის განმავლობაში თეირანმა დაახლოებით 10-მდე სამხედრო მაღალჩინოსანი დაკარგა. აფეთქებები იყო ასევე ისრაელშიც, იქ ჭურვის ფრაგმენტები ჩამოცვიდა სხვადასხვა ქალაქებში, რის შედეგადაც რამდენიმე ადამიანი დაშავდა.